როგორია ვეფხისტყაოსნის ისტორია საერთოდ? თავად ნაწარმოების შექმნის პერიოდი. ვარაუდები ბევრნაირია გამოთქმული, თუმცა როგორ მოაღწია ვეფხისტყაოსანმა ჩვენამდე. ლიტერატურულ ნაწარმოებებს ადამიანებისგან განსხვავებით შეუძლიათ გაცოცხლდნენ. უძველესი ხელნაწერი ვეფხისტყაოსნისა, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება და ეს არის სულ რამდენიმე გვერდი, სინამდვილეში არის მე-16 საუკუნის ბოლოს გადაწერილი ხელნაწერი. ვინ არის ის ხალხი, რომელიც ამ შესანიშნავ ფრესკებს ხატავს, რომელიც ჩვენს შუა საუკუნეების ტაძრებზეა? ვეფხისტყაოსნის გმირთა თავისებურებები სწორედ იმ ეპოქაში ისახება, როდესაც ევროპის ტერიტორიაზე ცხადდება ჯვაროსნული ლაშქრობები. როგორია მაგალითად რაინდის ცხოვრება რა? რუსთაველი არის პოეტი, რომელიც არ მიყვება შაბლონურად, ასე ვთქვათ, ამ შუა საუკუნეების ევროპული დოქტრინის ხედვას სიყვარულის მიმართ. მეფეები ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც არ მოსწონთ და მათი თავიდან მოშორება უნდა, სწორედ ასეთ დავალებებს აძლევენ. ეუბნებიან, წადი იქ, არ ვიცი სად, მომიტანე ის, არ ვიცი რა. მაგრამ ის არ არის სამეფო გვარის, ხომ არ ცდილობს სამეფო კარი მის თავიდან მოშორებას. მოკლედ ჩვენ ვიწყებთ საუბარს რუსთველის სამყაროზე, ჩვენი კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტზე, ვეფხისტყაოსანზე და იმ პერიპეტიებზე საერთოდ, რომელშიც იქმნება ვეფხისტყაოსანი და მთავარ კულტურულ ძეგლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საერთოდ გავერკვეთ უპირველესად, სანამ თავად ნაწარმოების ფილოსოფიას შევეხებით და გავერკვეთ საერთოდ იმაში, რა კონტექსტში იქმნება ვეფხისტყაოსანი, რა ისტორიული მოცემულობა გვაქვს ჩვენ ვეფხისტყაოსნის შექმნისათვის საქართველოში. უპირველესად ალბათ უნდა ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსთველოლოგიაში, რომელზეც ბევრი დავა არსებობს და ბევრს განიხილავენ მეცნიერები ამ საკითხს რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში, თავად ნაწარმოების შექმნის პერიოდი. ვარაუდები ბევრნაირია გამოთქმული, თუმცა დათარიღების ყველაზე მიღებული ვერსია ეს დაახლოებით უნდა იყოს 1188 წლიდან 1210 წლის შუალედში შექმნილი ნაწარმოები. რატომ ვარაუდობენ ასე ქართველი მეცნიერები? ვარაუდობენ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეს პერიოდი უნდა მოიაზრებდეს თამარის აღზევების ხანას საქართველოს ისტორიაში, თამარისა და დავით სოსლანის მეფობის პერიოდს და სწორედ ამას იღებენ ქართველი მეცნიერები ვეფხისტყაოსნის შექმნის პერიოდად. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით უნდა ითქვას, ეს არის თავად ქართული კულტურის დამოკიდებულება ამ ნაწარმოების მიმართ. რუსთველოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ვეფხისტყაოსნის ავტორსა და მის ნაწარმოებს, სათავეს იღებს ქართველი მეფის ვახტანგ მე-6-ის მიერ პირველი ბეჭდური ვეფხისტყაოსნის გამოცემიდან. ესე იგი, ეს არის 1712 წელი. ამ პერიოდში პირველი სტამბა არსებობს საქართველოში და ვახტანგ მე-6 პირველად ბეჭდავს ბეჭდურ ვეფხისტყაოსანს. პირველი ბეჭდური ვეფხისტყაოსანი გამოდის ამავდროულად კომენტარებთან ერთად. ვახტანგ მე-6 თავის კომენტარებს ურთავს პირველ ბეჭდურ ვეფხისტყაოსანს, რითიც იგი საფუძველს უყრის რუსთველოლოგიას როგორც მეცნიერებას და სწორედ ეს ფაქტი, ის რომ აქედან მოყოლებული ცხოველი ინტერესი არსებობს ვეფხისტყაოსნისა და მისი ავტორის კვლევა-ძიების საკითხში, ეს გვიმტკიცებს ჩვენ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობის ნაწარმოებია ქართული კულტურისათვის ვეფხისტყაოსანი. იმისათვის, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ ვეფხისტყაოსნის სიდიადეში და ჩვენ დამოკიდებულებაში ვეფხისტყაოსნის მიმართ, უნდა ვთქვათ ასეთი რამ. არსებობს სამეცნიერო ლიტერატურის ისეთი განყოფილება, რომელსაც ქვია რუსთველოლოგიური ლიტერატურა. ამ წიგნებში, რომელიც 5 ტომია გამოცემული, თავი მოყრილი აქვს ყველა რუსთველოლოგიურ ნაშრომს, რომელიც კი 1712 წლიდან 2000 წლამდე დაბეჭდილა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში და ფილოლოგიურ და სპეციალურ ლიტერატურაში. დაახლოებით რიცხვი, რომ წარმოვიდგინოთ, რა რაოდენობის სამეცნიერო ნაშრომებზე არის საუბარი, ეს რიცხვი დაახლოებით მიუახლოვდება ჩვენ თანამედროვეების ჩათვლით, დაახლოებით 15000
სამეცნიერო ნაშრომს, რაც იმას ნიშნავს, ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ ვეფხისტყაოსანზე უფრო მეტი ქართულ კულტურას არაფერზე არ უფიქრია და უაზროვნია. ესე იგი, ვეფხისტყაოსნის ფილოსოფია და მისი ავტორი ჩვენთვის ქართველებისთვის მთავარ ეპოქალურ ამოცანად დგას ჩვენს კულტურაში. სწორედ ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ თანამედროვეობაშიც ძალიან ბევრი ადამიანი ჩნდება, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ჩვენ ვეფხისტყაოსნის შესახებ. როგორია ვეფხისტყაოსნის ისტორია საერთოდ? ახლა იცით როგორი რამე არის? ლიტერატურა გავს ადამიანს. რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ ლიტერატურა ადამიანს გავს? ლიტერატურა ადამიანს გავს იმით, რომ იგი იბადება და ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობენ ადამიანები. და შეიძლება ლიტერატურული ნაწარმოები მოხუცდეს ისე, როგორც ადამიანი. აი მაგალითად, მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში არსებობდნენ ავტორები, რომლებიც სიცოცხლეში ძალიან პოპულარულები იყვნენ, როცა ისინი ნაწარმოებებს გამოსცემდნენ, ეს ნაწარმოებები იქცეოდა ხოლმე ბესტსელერებად, მაგრამ დღესდღეობით ამ ადამიანების სახელები შეიძლება აღარავის ახსოვდეს, არც მათი ნაწარმოებების. ესე იგი, ლიტერატურული ნაწარმოები შეიძლება ისევე მოკვდეს, როგორც ადამიანი და მიეცეს დავიწყებას. მაგრამ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ადამიანებისგან განსხვავებით შეუძლიათ გაცოცხლდნენ. ასეთი არის მაგალითად ჩვენი კულტურის ისტორიაში ვეფხისტყაოსანი. ეს არის ნაწარმოები, რომელიც თავისი შექმნიდან 5 საუკუნის შემდგომ გაცოცხლდა. გაცოცხლდა ნიშნავს იმას, რომ უძველესი ხელნაწერი ვეფხისტყაოსნისა, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება და ეს არის სულ რამდენიმე გვერდი, სინამდვილეში არის მე-16 საუკუნის ბოლოს გადაწერილი ხელნაწერი. ანუ იქამდე ჩვენ ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები ან არ მოგვეპოვება, ან შეიძლება საერთოდაც არ არსებობდა. მაშინ როგორ მოაღწია ვეფხისტყაოსანმა ჩვენამდე? აქ არსებობს ასეთი შეხედულება, ვეფხისტყაოსანი ან ზეპირი გზით მოვიდა იმ პერიოდამდე, როდესაც ქართველებმა მისი გადაწერა დავიწყეთ, ან არსებობდა რაღაც საიდუმლო ხელნაწერები, რომელიც ვრცელდებოდა ხალხში და სწორედ იმ ხელნაწერის რაღაც ნაწილი გვაქვს ჩვენ შემორჩენილი. პირველი, ესე იგი, თარიღიანი ხელნაწერი ვეფხისტყაოსნისა ჩვენ გვაქვს 1646 წელს მამუკა თავაქალაშვილის მიერ შესრულებული რედაქცია, ასე ვთქვათ, რომელსაც ასევე ახლავს ძალიან ლამაზი მინიატურები და გვინახავს ჩვენ ეს მინიატურები, როგორიც არის. მაგრამ მთავარი არის რა ეპოქა დგას საქართველოში და რა ცნობიერებაში ცხოვრობენ ადამიანები, სანამ ვეფხისტყაოსანი დაიწერება. როგორია საერთოდ კაცობრიობის აზროვნება იმ ეპოქაში? მე მახსენდება მაგალითად არაჩვეულებრივი ქართველი მეცნიერის რეზო სირაძის სიტყვები, რომელიც მან წარუმძღვარა წიგნს ქართული ჰაგიოგრაფია, შესავალი წერილი არის ამ წიგნში, რომელსაც ქვია შუა საუკუნეები და იქ ბატონი რეზო ძალიან კარგ ფორმულას გვთავაზობს და გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ როგორიც არის შეხედულება ადამიანზე, ისეთი არის ეპოქის ესთეტიკაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა არის, რადგან ჩვენ ახლა უნდა გავიგოთ, როგორი არის ადამიანზე შეხედულება შუა საუკუნეებში და შესაბამისად როგორი არის შუა საუკუნეების იმ პერიოდის, ესე იგი ვეფხისტყაოსნის დაწერის პერიოდის ესთეტიკური აზროვნება ადამიანისა. ამისათვის ცოტა შორიდან მოგვიწევს დაწყება, რადგან შუა საუკუნეები ეს არის ეპოქა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მე-5-დან მე-15 საუკუნემდე პერიოდს და იმდენად რამდენადაც დღევანდელ ადამიანს უჭირს, ასე ვთქვათ, კარგად გაიაზროს შუა საუკუნეებში მცხოვრები ადამიანის აზროვნება, ცნობიერება. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი წარმოუდგენლად სწრაფად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. აი რო გადავხედოთ თუნდაც 20 წლის წინანდელ რეალობას მაგალითად ან 10 წლის წინანდელ რეალობასაც კი იქიდან დღემდე იმდენი რამეა შეცვლილი ჩვენს ყოფა ცხოვრებაში, რომ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი 10 წლის წინანდელ ყოფიერებაში. ხოლო შუა საუკუნეებში ეს რასაკვირველია ასე არ იყო. იმდენად რამდენადაც იქ ძალიან ნელა იცვლებოდა ყველაფერი, შესაბამისად ძველი ჩვევები, წესები და ცნობიერებაც გაცილებით უფრო ნელა ეძლეოდა დავიწყებას. ამდენად შუა საუკუნეების აზროვნების ადამიანისათვის
თქვენ წარმოიდგინეთ, ანტიკურობაში არსებული ცნობიერებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ჩვენ სწორედ ასე იგი ანტიკურობიდან მოგვიწევს ახლა გავიაზროთ ადამიანთა ცნობიერება, როგორ იცვლება იგი შუა საუკუნეებში, როგორი ადრეულ შუა საუკუნეებში ადამიანების აღქმა და როგორ აღწევს იგი მერე უკვე მოგვიანებით შუა პერიოდში, შუა საუკუნეებისა, როცა ჩვენი ტექსტია შექმნილი. მოდით დავსვათ შეკითხვა. რა ახსენდებათ ადამიანებს, როდესაც ვამბობთ სიტყვას ანტიკურობა? რა გახსენდებათ, როცა იტყვით სიტყვას ანტიკურობა? ყველა ადამიანს თავისებური ასოციაციები აქვს, მაგრამ მეტნაკლებად ეს სახეები, რომლებიც ჩვენ ამა თუ იმ ცნების წარმოთქმისას თვალწინ დაგვიდგება, მეტნაკლებად ერთნაირი არის ხოლმე. აი მაგალითად ანტიკურობის გახსენებაზე ადამიანებს ახსენდებათ ანტიკური ქანდაკებები, თეთრი მარმარილოს ულამაზესი ქანდაკებები, სადაც გამოსახული არიან ძალიან ესთეტიურად ლამაზი ადამიანები, ლამაზი ქალები, ფიზიკურად ძალიან ძლიერი მამაკაცები, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავიაზროთ ანტიკურობის ის ძალიან ცნობილი ლოზუნგი, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, რომელიც ამბობს ასეთ რამეს: ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია. ახლა ჩვენ ეს ფრაზა რომ შემოვაბრუნოთ, მაშინ გამოგვივა ასეთ რაღაცა, რომ ჯანმრთელი სული მხოლოდ ჯანმრთელ სხეულში შეიძლება რომ სუფევდეს. რაც ნიშნავს იმას, რომ სხეული სილამაზე, ფიზიკური სილამაზე ანტიკურობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია სახელოვნებო მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, ხო, როგორი არიან ანტიკური გმირები. ანტიკური გმირები არიან სწორედ ისეთები და რა არის ანტიკურ ისტორიაში? ანტიკურ ისტორიაში სწორედ ასეთი ადამიანები გვყავს ჩვენ, რომელსაც ვხედავთ ანტიკურ პლასტიკაშიც. სამწუხაროდ ქართულ კულტურას წერილობითი ძეგლები ანტიკურობის პერიოდიდან არ შემორჩა, ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ძეგლები, მაგრამ თუნდაც იარსება, ამ ძეგლებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, რადგან ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ასე რომ ვთქვათ, წერილობითი ლიტერატურა იწყება ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ და ესე იგი ჩვენ გვაქვს ჰაგიოგრაფია, როგორც არის მაგალითად უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებად მიიჩნევა შუშანიკის წამება, თუმცა არსებობენ რიგი მეცნიერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წმინდა ნინოს ცხოვრება უნდა იყოს აღიარებული ყველაზე ძველ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებად ქართული კულტურისა, თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, თუ როგორ იცვლება გმირის იდეალი, საერთოდ როგორ იცვლება ადამიანის მიმართ დამოკიდებულება ანტიკურობიდან ქრისტიანობის გავრცელებამდე. აქვე ერთი მთავარი დეტალი უნდა ვთქვათ, ხომ? ესე ისტორიკოსები ახლა შუა საუკუნეების დასაწყისად სხვადასხვა პოლიტიკურ ეპოქას მიიჩნევენ. საერთოდ ესეთი შეხედულება არსებობს, რომ თითქოს შეიძლება არსებობდეს რომელიმე ამა თუ იმ სახელოვნებო თუ ცნობიერი მიმდინარეობის ზუსტი დაბადების თარიღი შეიძლება დადგინდეს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, იმიტომ რომ ახლა ასე უცებ ადამიანმა დაიძინა დღეს და ხვალ გაიღვიძა უცებ ანტიკურობიდან შუა საუკუნეებში, ეს რასაკვირველი ასე არ არის. ეს ძალიან ნელი პროცესია, ეს გადასვლის პროცესი, უბრალოდ მოგვიანებით, როდესაც ისტორიკოსები თუ კულტურის მკვლევარები სხდებიან ხოლმე და აჯერებენ ამა თუ იმ ეპოქაში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, ცნობიერებას, ისტორიას, ადამიანთა ქცევის ანთროპოლოგიას, მერე აქედან გამომდინარე იბადება ცნება, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ მეცნიერებაში და ვარქმევთ ამა თუ იმ ეპოქას სხვადასხვა სახელს, ანტიკურობა იქნება ეს შუა საუკუნეები, განმანათლებლობა თუ დაუშვათ რომანტიზმი და ასე შემდეგ, ხო? აი მაგალითად ყველაზე გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ რა გახდა მთავარი მამოძრავებელი შუა საუკუნეების წარმოქმნისა სამყაროში, ეს გახლავთ სწორედ ქრისტიანობა და ის რომ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ანუ რომის იმპერია, ქრისტიანობამ ორ ნაწილად გაყო და აღმოსავლეთ რომის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი, ესე იგი იგივე რასაც ჩვენ ბიზანტიის იმპერიას ვუწოდებთ ჩვენს ისტორიაში, სწორედ ბიზანტიის იმპერიის დაბადებით იწყება, შეიძლება ეს წერტილი შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ შუა საუკუნეების დასაწყისად კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო დასასრულით სწორედ ბიზანტიის იმპერიის დაცემა
იქნება, რომ ამ თარიღის მითითება თითქმის სიზუსტით შეგვიძლია, ეს არის 1453 წელი, როდესაც ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე ჩნდება ახალი სახელმწიფო ოსმალეთის იმპერია. როგორია იდეალი საერთოდ ამ შუა საუკუნეების ადრეული პერიოდის ადამიანისა, ხო? ესე იგი, ახლა უყურეთ ასეთი რაღაცა ვთქვათ ჩვენ. შეგიძლიათ მაგალითად გაიხსენოთ რომელიმე შუა საუკუნეების ქართველი მხატვარი. ახლა მაყურებელი ალბათ დაფიქრდება იმასთან დაკავშირებით, ვინ არის შუა საუკუნეების ქართველი მხატვარი? ნუ თუ არასოდეს გამიგია ასეთი ვინმე, ხომ? მაგრამ მართალიც ბრძანდებით არ გაგიგიათ. მაგრამ აქვე არსებობს შემხედრი შეკითხვა. მაშინ ვინ არის ის ხალხი, რომელიც ამ შესანიშნავ ფრესკებს ხატავს, რომელიც ჩვენს შუა საუკუნეების ტაძრებზეა? და აქვე ჩვენ ვხვდებით, რომ ჩვენ არ ვიცით მათი სახელები. ფაქტია, ეს ადამიანები არსებობდნენ, მაგრამ სადღაც დაიკარგნენ. და შეიძლება ისტორიაში ამდენი ადამიანი ასე უბრალოდ დაიკარგოს. თუ მათი სახელები არასოდეს იყო ცნობილი. მართალია. მართალია, მათი სახელები არასოდეს ცნობილი არ იყო. აი მე მახსენდება ასეთი რომანი არსებობს, არის ესეთი სერბი მწერალი მილორად პავიჩი, მას აქვს შესანიშნავი რომანი სხვა სხეული და აი ამ რომანში პერსონაჟი ზაქარია ორფელინი, რომელიც არის ძალიან ესეთი ხელოვნების კაცია მარტივად რომ ვთქვათ, ის არის არაჩვეულებრივი მხატვარი, გრავიორი, შესანიშნავი მუსიკოსი და პოეტი და ნუ მოკლედ ხელოვნების ამ ყველა დარგში თანაბრად ძლიერია ეს კაცი. და ეს ადამიანი სერბი არის წარმოშობით, ზაქარია ორფელინი ეს გმირი და ჩადის ვენეციაში, სადაც მას შეუყვარდება ქალი, ანა პოცე ქვია ამ ქალს და ეს ქალი მას ვენეციის ქუჩებში ასეირნებს და ათვალიერებინებს აი ამ შესანიშნავ ხელოვნებას, რომელიც რას თქმა უნდა რენესანსშია შექმნილი და როდესაც ეს კაცი აი ამდენ ხელოვნების გენიალურ ნიმუშს შორის მოექცევა, მისი აღქმა ამ ხელოვნების მიმართ გაცილებით მძლავრი არის ვიდრე უბრალოდ ამ თვალიერებლისა, იმიტომ რომ თვითონ არის არაჩვეულებრივი ხელოვანი და ესმის ეს ხელოვნების თეორია და ენერგეტიკა გაცილებით უკეთესად ვიდრე უბრალოდ მნახველს და ზაქარია ორფელინი, ესე იგი, რაღაცნაირად დაიშოკება ამდენი ხელოვნების ნიმუშთან ურთიერთობაში და გაიქცევა, მოწყდება ადგილს და თავს შეაფარებს ერთ-ერთ კათოლიკურ ტაძარს, სადაც ის ასევე შესანიშნავი ფრესკული მხატვრობა დახვდება და ეს დიალოგი არის მათ შორის და ზაქარია ორფელინი ანა პოცეს უხსნის, რომ მართალიაო მართლმადიდებლურ კულტურაში ჩვენ არა გვაქვს ისეთი მრგვალი პლასტიკა, უბრალოდ საერთოდ არა გვაქვს მრგვალი პლასტიკა, იმიტომ რომ ეს კულტის ხელახალი წარმართული ცნობიერების ხელახლა აღზევებად იყო მიჩნეული და ამიტომ თქვენ ვერ ნახავთ ხო მართლმადიდებლურ კულტურაში მრგვალ პლასტიკას ხო წმინდანების გამოხატვას მრგვალ პლასტიკაში უხსნის რომ ჩვენ მრგვალი პლასტიკა არა გვაქვს თუმცა გვყავს შესანიშნავი მხატვრები შუა საუკუნეების შესანიშნავი მხატვრები და ამ ქალს რომელიც კარგად იცნობს კულტურისა და ხელოვნების ისტორიას არ ახსენდება მაგალითად არც ერთი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ევროპელი, მაგალითად აი სერბი მხატვარი და ეუბნება რომ მე ასეთი არავინ არ გამიგია და რა ქვიათ მათ, ვინ არიან ისინი? და ზაქარია ორფელინი პასუხობს რომ არ ვიცი ვინ არიან, რადგან ისინი ხელს არ აწერენ. აი ესეთია ზაქარია ორფელინის პასუხი და ჩემი პასუხიც აი ამ კითხვაზე სად გაქრნენ ეს ადამიანები იქნება ასეთი ზუსტად რომ ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანები საერთოდ ვინ იყვნენ, იმიტომ რომ ისინი ხელს არ აწერენ. ესე იგი, აი ამ შესანიშნავ ფრესკებზე, რომლებსაც ჩვენ ნახავთ ქართულ ტაძრებში, მაგალითად გავიხსენოთ ხო გელათის არაჩვეულებრივი მოხატულობა. იქ არსად არ არის ხელმოწერა. ჩვენ არ ვიცით ვინ შექმნა ეს გენიალური მხატვრობა. რატომ არის ეს ასე? რა სიმბოლოდებს ამაში საერთოდ? რატომ არ აწერენ შუა საუკუნეების მხატვრები ხელს თავის შესანიშნავ ნამუშევრებს. ამის გასაგებად ჩვენ უნდა გავიაზროთ საერთოდ როგორია შუა საუკუნეებში ქრისტიანობის იდეალში ახალგარკვეული ადამიანის ცნობიერება. ამისათვის ჩვენ ჯერ გავიგოთ ასეთი რამ. აი მაგალითად რომელიმე თქვენგანს შეუძლია გაიხსენოს როგორია ფიზიკურად ქართული ჰაგიოგრაფიის გმირი, მაგალითად შუშანიკი. გახსენდებათ რომ საერთოდ სადმე იყოს აღწერილი შუშანიკის ფიზიონომია. არ არის ასეთი. არც აბოდფილელის ფიზიკურობა აღწერილი.
მხოლოდ აი გრიგოლ ხანძთელზე არის მცირედი მინიშნება, რომ ის ფიზიკურად გამხდარი კაცი იყო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ესე იგი, ასე ვთქვათ, ფუფუნების ცხოვრება არ იზიდავდა, ხო? მხოლოდ აი ამისთვის არის ეს დეტალი მინიშნებული გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, ხო? ესე იგი, რა ფენომენია ეს, რომ ჰაგიოგრაფიის გმირებს არ უჩნდება, ჰაგიოგრაფიის ავტორებს არ უჩნდებათ ვნება აღწერონ თავიანთი გმირები ფიზიკურად, მაშინ როდესაც აი ჩვენ კლასიკური პერიოდის რომანები გავიხსენოთ, იქნება ეს ფრანგული, გერმანული, თუნდაც ქართული ან რუსული, იქ დიდი ადგილი აქვს დათმობილი, ხო, მწერლის მიერ გმირის ფიზიკურ აღწერას და შეიძლება მისი თვალების აღსაწერად ერთი გვერდი და გვერდზე მეტიც კი დასჭირდეს მწერალს. აი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ავტორში ასეთი ვნება არ არსებობს, ხო? მაშინ საიდან მოდის ეს ამბავი? მოდის იქიდან, რომ ქრისტიანობა განსხვავებით ანტიკურობისგან საერთოდ უარყოფს ფიზიკური სხეულის სილამაზეს. ხამაში დასარწმუნებლად მე თქვენ მოგაგონებთ ერთ რამეს, აი ისევ დავბრუნდეთ ტაძარში, ისევ დავაკვირდეთ ფრესკებს, ხო? აი ნახავთ იქ, რომ ისეთი აღმატებული ფიგურაც როგორც არის მაგალითად ღვთისმშობელი ქართულ ტაძარშია რა, ისეთივე ესთეტიური მხატვრობით არის გამოხატული და მისი ფიზიკურობა ისეთივე დეტალებით არის აღწერილი, როგორც ნებისმიერი საეროპირი იქნება ეს თუ მაგალითად სხვა წმინდანი, ხო? მაშინ რაში დევს საიდუმლო, რატომ გვანან ქართულ ფრესკებზე ეს წმინდანები ფიზიკურად ყველა ერთმანეთს, ხო? აი დააკვირდით, ხო, როგორია ხელის მოყვანილობა, ყველგან ერთნაირი, სახის მოყვანილობა განსხვავებით თვალებისაგან. აი თვალებში იგრძნობა ის მთელი ენერგეტიკა და ესთეტიკა მხატვრობისა, რომელიც დაუშვათ მერე უკვე მოგვიანებით პერიოდში რენესანსში ფიზიკურ სილამაზეში გადმოდის, ხო? რატომ მაინც და მაინც თვალები? იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სულია. და სულის სარკე სწორედ თვალები გახლავთ, ხომ ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და. ახლა უყურეთ როგორი ამბავია. ესე იგი, ფიზიკურობას, სულიერებას ჯაბნის. თუ კი ჩვენ მაგალითად ანტიკური პერიოდიდან შეგვიძლია გავიხსენოთ ზეპირსიტყვიერი ქართული კულტურის გმირი, მაგალითად ამირანი, როგორი ამირანი, ხო, ამირანის გახსენებაზე რა გაგონდებათ ამირანის გახსენებაზე? ამირანის გახსენებაზე გაგონდებათ ფიზიკურად ძალიან ძლიერი მამაკაცი, ხო, რომელსაც ასევე პიროვნული სიძლიერეც გააჩნია. მაგრამ მთავარი იქ საწყისი არის მისი სიძლიერე ფიზიკური თვალსაზრისით, რომ მას შეუძლია ფიზიკურად დაუპირისპირდეს. ბოროტებას ფიზიკურად მოერიოს და გაანადგუროს ბოროტება რა. მაგრამ სად იკარგება ეს ფიზიკურად ძლიერი პერსონაჟი? აი ეს ფიზიკურად დიდი სიძლიერე მისი ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში ინაცვლებს გმირის სულიერ სიძლიერეში. ესე იგი ჩვენ რო ერთმანეთის პირისპირ დავაყენოთ მაგალითად ქართული ზეპირსიტყვიერი კულტურის გმირი ამირანი და მეორე მხარეს დავაყენოთ მაგალითად წერილობითი ლიტერატურის გმირი კიდათ ეს იქნება შუშანიკი თუ აბოტფილელი, აი ეს მათი შედარებისას ჩვენ იდეალურად დავინახავთ განსხვავებას ანტიკური ცნობიერების დამოკიდებულებისა ადამიანის ფიზიონომიის მიმართ და შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურის დამოკიდებულებას ადამიანის ფიზიონომიასთან. ახლა უყურეთ რაში არის საქმე. ესე იგი მისი ფიზიკური სიძლიერე ჰაგიოგრაფიულ გმირში სულიერ სიძლიერეში გამოიხატება. ჰაგიოგრაფიული გმირები უკვე სულიერად ძლიერები არიან, მათ ფიზიკურობას მნიშვნელობა აღარ აქვს. აი გავიხსენოთ ახლა მაგალითად როგორც წინაზე ვამბობდით, ხომ? წეგან ვამბობდით, რომ აი როგორ არ აწერენ ხელს მხატვრები. აი მაგალითად გინახავთ ალბათ შესანიშნავი ფრესკა ყინწვისის ანგელოზისა რა. ახლა როგორ შეიძლება მის ავტორს არ მოუნდეს შემორჩეს ისტორიას მის სახელი და გვარი, მაგრამ აი ნახეთ როგორი ძლიერია ამ პერიოდში ეს ქრისტიანული ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი შენ მიხვალ, ესე იგი, ამ ფრესკასთან და იმ ფრესკის ენერგეტიკას, მის ძალმოსილებას, ასე ვთქვათ, გაიაზრებ და შეიგრძნობ, გამოდის, რომ შენ ხარ მისი დამხატავი. იმიტომ რომ ქრისტიანობა კოლექტიური ცნობიერების ერთ-ერთი გამოხატულება არის. ესე იგი, ჩვენ ყველა ერთნი ვართ ქრისტეს სხეულში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თავარი არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ესე იგი, აი ეს მადლმოსილება, რომელიც აი ამ ფრესკებიდან მოდის და არა მისი ავტორი. იქიდან გამომდინარე, რომ
აი ამ ადამიანებს, რომლებიც ამ ფრესკებს ქმნიან, მართლაც მიაჩნიათ, რომ ისინი არიან უბრალო ჭურჭელი, უბრალო საგანი უფლის ნების ხელში და ეს ყველაფერი შესანიშნავი ხელოვნება არა მათი ინდივიდუალური ნიჭის საფუძველზე, არამედ ღმერთის ნებით ხორციელდება და ისინი არიან უბრალოდ საშუალება, რომლითაც ღმერთი ამას აკეთებს. აი ესეთი ცნობიერება აქვს დაახლოებით შუა საუკუნეების ადამიანს, ესე იგი, აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სადღაც ადამიანის ცნობიერებაში მაინც ხდება გარდატეხა, რადგან ახლა დავაკვირდეთ, ხომ? დავაკვირდეთ ვეფხისტყაოსნის იდეალს. თითქოს გადაჭარბებულადაც კი რუსთაველი აღწერს თავისი გმირების ფიზიკურ სილამაზეს. გადაჭარბებულადაც კი წარმოგვიდგენს იგი თავისი მამაკაცი გმირების ფიზიკურ სიძლიერეს განსაკუთრებით, ხომ? მათი საომარ უნარებს, ასე ვთქვათ. რა ხდის, ასე ვთქვათ, შესაძლებელს, რომ აი ეს ამდენი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული ეს ცნობიერება და ესთეტიკა, ხო, აი ესე იგი ადამიანის მიმართ დამოკიდებულება ეპოქისა შეიცვალოს ისეთნაირად, რომ უცებ ვეფხისტყაოსანში ჩვენ გქონდეს აი ესეთი სიჭარბე ფიზიკური სილამაზისა. ამაზე პასუხის გასაცემად ჩვენ მოგვიწევს გავიაზროთ თუ რა ხდება ესეთი შუა საუკუნეების შუა პერიოდში, რომელიც ამ იდეალს ცვლის. საერთოდ მე მინდა გითხრათ ესეთი რამე, რომ ისტორია და ისტორიული მოვლენები და განსაკუთრებით სიახლეები ისტორიაში და ჩვენს ცნობიერებაში ძალიან ცვალებადი პროცესია და ძალიან გავს ხოლმე, აი მაგალითად წყლის წვეთს, ხო? აი ნახეთ, როდესაც მაგალითად მილი გასკდება და წყალი ჟონვას დაიწყებს, ჩვენ ამას პირდაპირ ვერ ვხვდებით, ხო? როცა კედელში მაგალითად წყალი გაჟონავს და როდესაც უკვე გამოაღწევს კედლიდან, მაშინ დავინახავთ და გონია რომ მილი ახლა გასკდა. ამ დროს აღმოჩნდება რომ მილი დიდი ხნის წინ გასკდა და წყალმა უბრალოდ დიდი ხანი მოანდომა, სანამ ჩვენ მას დავინახავდით და მერე შეიძლება შადრევანიც კი დავინახოთ. აი დაახლოებით ადამიანური ისტორია, ადამიანის ცნობიერების ისტორია გავს აი ამას, როდესაც ესე იგი რაღაც მოვლენა მოხდება, დიდი პოლიტიკური მოვლენა სჭირდება ხოლმე იმას, რომ დაიწყოს ცნობიერების ცვლილება და მაინც რა არის ესეთი დიდი პოლიტიკური ცვლილება შუა საუკუნეებში. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ვეფხისტყაოსნის გმირთა თავისებურებები სწორედ იმ ეპოქაში ისახება, როდესაც ევროპის ტერიტორიაზე ცხადდება ჯვაროსნული ლაშქრობები. როდესაც ჯვაროსნული ლაშქრობები იწყება, ამ პერიოდისათვის ევროპული ქრისტიანობა უკვე არის ძალიან ძლიერი რელიგია. მას გამყარება აღარ სჭირდება, ის უკვე გამყარებულია, ის უკვე ძლიერია, ის უკვე ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში ძალიან მყარად არის წარმოდგენილი და ამიტომ მას ეძლევა შესაძლებლობა ახლა უკვე გავრცელებაზე გადავიდეს და ასე ვთქვათ, რომის პაპი მე-11 საუკუნის ბოლოს 1095 წელს რომის პაპი ურბან მეორე ქრისტიან მეომრებს ასე ვთქვათ, ეპატიჟება და მოუწოდებს დაიცვან და დაიბრუნონ ქრისტეს საფლავი, რომელიც გახლავთ იერუსალიმში და აი ეს არის დასაწყისი ჯვაროსნული ლაშქრობებისა, მაგრამ ჩვენ ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია არ გვაინტერესებს. ესე იგი, ჩვენ ახლა უფრო კულტუროლოგიური პერსპექტივა უნდა დავინახოთ, თუ რა ცნობიერი ცვლილებები მოჰყვება ჯვაროსნული ლაშქრობების წამოწყებას მსოფლიოში. ესე იგი, ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად შუა საუკუნეების ევროპის ტერიტორიაზე იქმნება ახალი სოციალური ფენა. საერთოდ როგორი არის სოციალური ფენა შუა საუკუნეების შუა პერიოდამდე? ჩვენ გვაქვს ძირითადად სამი სოციალური ფენა, აქამდე ეს არის მეფე, თავადი და გლეხი და ეს ასე ვთქვათ, ეს ხალხი ერთმანეთზე არის დამოკიდებული, გლეხზე არის დამოკიდებული თავადი გლეხის შრომაზე და შესაბამისად თავადის მიერ შეკრებილ ჯარზე და ძალაუფლებაზე არის დამოკიდებული მეფის ძალაუფლება, ხო? და ამ დროს ჩნდება ახალი სოციალური ფენა, რომელსაც ქვია რაინდი.
და რაინდები არ არიან აი ამ სოციალურ სტრუქტურაში ჩართული ადამიანები, არამედ ისინი რაღაც ცალკე მდგომი საზოგადოება, მართალია ისინი იბრძვიან მეფის ძალაუფლებისათვის, მაგრამ ისინი იკრებენ ისეთ ძალას, რომელიც ძალაც აქამდე სხვა სოციალურ ფენას არ ჰქონია. როგორ ყალიბდება რაინდის ცნობიერება? დააკვირდით ასეთ რამეს. როდესაც ჯვაროსნულ ლაშქრობებში ადამიანები მიდიან, აი ამ ქრისტიანულ სამყაროში და იმ სამყაროში, სადაც ქრისტიანობა და ქრისტეს საფლავი ყველაზე წმინდა მოვლენად არის მიჩნეული, უცებ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აი ამ ქრისტეს საფლავის დაცვისათვის ყველაზე დიდ რამეს გაიღებენ თავის სიცოცხლეს და მიდიან ქრისტეს საფლავის დასაბრუნებლად. ამდენად ევროპაში დარჩენილი ადამიანების ცნობიერებაში ეს რაინდები ხდებიან ყველაზე მისაბაძი ადამიანები და იწყება, ესე იგი, შექმნა, ასე ვთქვათ, ხელოვნებისა, სიმღერებისა, რაინდების ცხოვრებაზე, ხომ? და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ერთია, როდესაც ეს რაინდები მიდიან ქრისტეს საფლავის დასაბრუნებლად და მეორე არის, როდესაც წარმატებულები, გამარჯვებულები, ესე იგი, ბრუნდებიან თავიანთ სახლებში. ესე იგი, რაინდი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სოციალურ ყოფაში შუა საუკუნეების ადამიანისა ევროპის ტერიტორიაზე და სწორედ აი აქ ხელახლა იბადება, ასე ვთქვათ, ის შესაძლებლობა, რომელიც ანტიკურობიდან მოყოლებული დათრგუნა, ასე ვთქვათ, ქრისტიანულმა ევროპამ, ფიზიკური გმირი ხელახლა იბადება, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც სულიერად ახლოს დგას ჰაგიოგრაფიულ გმირებთან, მისი პიროვნული სიძლიერე არის ისეთი, რომელსაც შეუძლია, რომ თავის სიცოცხლე ისევე გასწიროს ქრისტეს გამო, როგორც ამას ჰაგიოგრაფიული გმირები აკეთებდნენ, მაგრამ ამავდროულად ის კაცი მეომარია, მას ხელში ხმალი უჭირავს, შესაბამისად მან ფიზიკურადაც უნდა გამოავლინოს ახლა თავისი სულიერი სიძლიერე და ამიტომ აი ვბრუნდებით იმ ანტიკურ იდეალთან, ასე ვთქვათ, რომელიც მოიაზრებდა, რომ აი ეს ჯანმრთელი სული არის ამავდროულად ჯანმრთელ სხეულში, ხო და აი ამ შუა საუკუნეების შუა პერიოდიდან ეს ორი ცნობიერება ერთდროულად მოდის წინა პლანზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ესე იგი ქრისტიანულ ესთეტიკაშიც იბადება, ესე იგი ადამიანის მიმართ ახალი ესთეტიკური ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ახლა ფიზიკური აღწერილობაც გმირისა არის შესაძლებელი. და თუ ჩვენ დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, აი ამ რაინდებს ჩვენ ვიპოვით ჩვენს მთავარ ნაწარმოებში, ესე იგი ვეფხისტყაოსანში, რადგან ეს ორი მთავარი გმირი ჩვენი ტარიელი და ავთანდილი არიან სწორედ ასეთი რაინდული ტიპის გმირები. როგორია მაგალითად აი რაინდის ცხოვრება რა? სიახლე, რომელიც რაინდულ ყოფას თან ახლავს, ლიტერატურული პერსპექტივით ეს რა თქმა უნდა არის ის რომანტიკული ასპექტი ხელოვნებაში, რომელიც მაგალითად ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში საერთოდ არ აგვაქვს ჩვენ. ეს არის სიყვარული, ესე იგი, სიყვარული არა უპირველესად ადამიანისა და ღმერთისა, რომელსაც ისახავს მიზნად ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, არამედ სიყვარული ადამიანის მიმართ. რადგან რაინდი არის სწორედ ეს ადამიანი, რომელსაც უყვარს ქალი და რომელსაც, ასე ვთქვათ, აქვს სასიყვარულო განცდები და ვნებები. ესე იგი, ევროპული სარაინდო რომანების ძალიან დიდ ნაწილში ჩვენ დავინახავთ, ასე ვთქვათ, ამ შუა საუკუნეების სიყვარულის კონცეფციებს. დააკვირდით ახლა, როგორი არის მაგალითად აი შუა საუკუნეების ევროპაში არსებობს კიდევაც დოქტრინა, რაინდ და დოქტრინა, თუ როგორი უნდა იყოს რაინდი, ეს არის მოყოლილი ამ რაინდულ დოქტრინაში და იქ სიყვარულზეც არის საუბარი, როგორი უნდა იყოს შეყვარებული რაინდი და თქვენ ნახავთ იქ მაგალითად, რომ შეყვარებულ რაინდს ძირითად შემთხვევაში უნდა უყვარდეს მაღალი სოციალური ფენის ქალი, შეიძლება ამ ქალს ქმარიც კი ჰყავდეს, მაგრამ რაინდი მაინც უნდა ეტრფოდეს მას, იმიტომ რომ აქ არ არის ნაგულისხმები ფიზიკური კავშირი ამ რაინდსა და მის სატრფოს შორის, არამედ ეს არის რაღაც როგორც რუსთაველი ამბობს, შორით ტრფობა, შორით დაგვა, დაახლოებით ესეთი რამეა. და ასევე შუა საუკუნეების ევროპელ რაინდს მკაცრად ეკრძალება, საერთოდ ეს მორალურად მიუღებელი არის შუა საუკუნეების რაინდისათვის ხალატი თავისი სატრფოს მიმართ, ხო?
ხო ჩვენ აი ამ სიყვარულის კონცეფციაში, რომელიც რაინდულ სამყაროს თან სდევს, რა თქმა უნდა შეგვიძლია დავინახოთ უფრო ადრინდელი დეტალებიც არა, მაგალითად ჩვენ თუ გავიხსენებთ ახლა სიტყვაზე ვთქვათ ისლამამდელ არაბულ პოეზიას, იქ ვნახავთ ჩვენ რომ არსებობს ომარიული და უზრიული ლირიკა, მოალაკები, ასე ვთქვათ, სადაც ნახავთ მაგალითად ესეთ უცნაურ სიყვარულს, აი თანამედროვე ადამიანისათვის ესე ვთქვათ, უცნაურ სიყვარულის ფორმას, როგორც არის, რომ აი ამ რაღაც უდაბნოში მოხეტიალე მხედარს უყვარს ქალი, მაგრამ თუნდაც იცოდეს ამ ქალის ადგილსამყოფელი, ეს მეტრფე, ასე ვთქვათ, არ უნდა მივიდეს ამ ქალთან ახლოს, არამედ როდესაც ის ქალი დატოვებს იმ ადგილს, მერე უნდა მივიდეს და მის ნაფეხურებზე, ასე ვთქვათ, იტიროს. ესეთი არის, ესე იგი, ისლამამდელი არაბული ესთეტიკა სიყვარულის მიმართ და გარკვეულ ამ ფენომენს ჩვენ ვხედავთ შუა საუკუნეების რაინდთა სასიყვარულო ურთიერთობებსა და ესთეტიკაშიც. მაგრამ აქვე ჩვენ ერთი რამე უნდა ვთქვათ, მართალია, რომ ვეფხისტყაოსნის გმირები, რასაკვირველია, სწორედ აი ამ ეპოქის შვილები არიან, სწორედ აი ამ ეს ეპოქალური ცვლილება იძლევა შესაძლებლობას მე-12 საუკუნის ბოლოსა და მე-13 საუკუნის დასაწყისის საქართველოში შეიქმნას ასეთი ესთეტიკის ნაწარმოები, რომელშიც იქნება წარმოჩენილი ადამიანის სილამაზე, ადამიანის ძლიერება, ადამიანური სიყვარული. თუმცა ამავდროულად უნდა ვთქვათ ისიც, რომ რუსთაველი არის პოეტი, რომელიც არ მიყვება შაბლონურად, ასე ვთქვათ, აი ამ შუა საუკუნეების ევროპული დოქტრინის ხედვას სიყვარულის მიმართ, რას გულისხმობს ახლა ეს ამბავი. ეს ამბავი გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ჩვენ თუ გადავხედავთ სხვა იმ პერიოდის ევროპულ სარაინდო რომანებს, მაგალითად, ხო? და აქვე უნდა ვთქვათ აუცილებლად ისიც, რომ ჟანრობრივი თვალსაზრისით ვეფხისტყაოსანი გახლავთ სარაინდო საგმირო სასიყვარულო რომანი. ახლა ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, რომ რომანი როგორ არის ვეფხისტყაოსანი, მაგრამ შუა საუკუნეების აი ამ ეპიკური ტიპის ნაწარმოებებს, პოემებს, ასე ვთქვათ, ჩვენ ვუწოდებთ რომანებსაც, რადგან მას გააჩნია სიუჟეტი და მასში არის, ესე იგი, ადამიანური ყოფა-ცხოვრების მთავარი ასპექტები ასახული, ამიტომ ეს არ უნდა გაუკვირდეს მაყურებელს, თუ ხშირად ჩვენ ვეფხისტყაოსანთან მიმართებით ვახსენებთ რომანს, ეს ტერმინია ლიტერატურული და ასე ეწოდება შუა საუკუნეების ეპიკური ტიპის ნაწარმოებებს. ხო და აი როგორი რაღაცა არის, იცით, რომ რუსთაველი არ მისდევს, ასე იგი, შაბლონურად აი ამ სარაინდო სიყვარულის კონცეფციას, რადგან აი ჩვენ თუ გადავხედავთ იმ პერიოდის ევროპულ სარაინდო რომანებს და მასში ასახულ სიყვარულის ისტორიებს, ჩვენ დავინახავთ, რომ რაინდი დგას სადღაც დაბალ საფეხურზე, ხოლო ის ქალი, ვინც რაინდს უყვარს, ის არის ან გუბერნატორის ცოლი, ან დიდგვაროვნის ცოლი და თავადაც დიდგვაროვანი და შესაბამისად შეუძლებელია, ასე ვთქვათ, ამ სოციალურ სტრუქტურაში რაინდისა და აი ამ მისი სატრფოს ერთად ყოფნა შეუღლება და ეს არის ეს რაღაც ძალიან დიდი დაშორება მათ შორის, აი ეს ქმნის თითქოს აი ამ ტანჯულ სიყვარულს, რომელზეც იწერება ამდენი ნაწარმოებები. რუსთაველთან ჩვენ ეს ასე არა გვაქვს რა, გავიხსენოთ ხო, მაგალითად აი ახლა ყველას გვახსოვს როგორია სიუჟეტი და ნახავთ რომ თინათინ როდესაც მეფე ხდება არაბეთისა, იგი თავად ეპატიჟება თავისთან ავთანდილს, თითქმის თავად უწყდება ავთანდილს სიყვარულში, რაც ესეთი რამე, მაგალითად სხვა ევროპული ტიპის სარაინდო რომანებში შეუძლებელია რომ არსებობდეს, შეიძლება გქონდეს მაგალითად ამ მაღალი წარმომავლობის ქალის სიყვარული რაინდის მიმართ, თუმცა ეს ყველაფერი იქნება დაფარული, ეს ყველაფერი იქნება კარს მიღმა, რასაკვირველია და არა ასე ღიად როგორც ამას ვეფხისტყაოსნის გმირები გვთავაზობენ ჩვენ. ესე იგი ეს უკვე არის რღვევა იმ რაც ბანალური სიუჟეტისა, რომელიც ჩვენ გვაქვს შუა საუკუნეების სარაინდო რომანებში. ამას გარდა
ვეფხისტყაოსნის გმირები, ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო ადამიანურები არიან, მათი ურთიერთობები გაცილებით უფრო ახლოს დგას ადამიანის რეალურ ექსისტენციალურ ბუნებასთან, ვიდრე მაგალითად იმ პერიოდის დასავლური სარაინდო რომანების გმირები, რადგან ისინი არიან აღწერილი რაღაც ძალიან მაღალი მატერიებიდან, ისე რომ თითქოს ისინი არიან მოვლენილი ამ ქვეყნად, როგორც რაღაც ღვთაებრივი ბუნების ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ გადააბიჯებენ მორალს, არასოდეს არ დახკარგავენ ღირსებას, ხოლო ვეფხისტყაოსნის გმირებში არის ეს ადამიანური ასპექტები. ახლა ჩვენ შეიძლება მრავალი კუთხიდან ამ საუბრების განმავლობაში შევეხოთ ვეფხისტყაოსნის ინტერპრეტაცია მრავალი კუთხიდან გავაკეთოთ და ამიტომ ეს ყველა აზრი ჩვენ მეტნაკლებად უნდა ასე ვთქვათ მიუღებელი აზრებიც კი შეიძლება გავაჟღეროთ, იმიტომ რომ ტექსტი გავიაზროთ რაც შეიძლება კარგად. ახლა რას გულისხმობ? აი მაგალითად ნახეთ ახლა დავაკვირდეთ მაგალითად, როდესაც ავთანდილს თინათინი აგზავნის უცხო მოყმის საძებნელად, ეს ასაკვირველია პოემაში აღწერილია როგორც ძალიან დიდი ვალდებულება და როგორც რაღაც სასიხარულო ვალდებულება ავთანდილისათვის, რა თქმა უნდა სასიხარულო იმ ნაწილში რომ მას ასე ვთქვათ აფასებენ, მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხარო იმ ნაწილში რომ მას მოუწევს თინათინთან განშორება, მაგრამ მოდით ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ აი ავთანდილი რეალური ადამიანია, ნამდვილი კაცია, რომელიც ცხოვრობს აი მაგალითად იმ პერიოდის სახელმწიფოს სამეფო კარზე და მას აბარია, ასე ვთქვათ, ქვეყნის მხედართმთავარია იგი, აბარია ქვეყნის უსაფრთხოება და შევხედოთ ამ პერსპექტივიდან თუ როგორი დავალებას აძლევს თინათინი ავთანდილს. თინათინი ავთანდილს ეუბნება, რომ წადი იქ, არ ვიცი სად, იპოვე ის არ ვიცით ვინ და მოიტანე მისი ამბავი. ახლა ჩვენ აი ეს ფორმულა რომ მოვარგოთ მაგალითად იმ პერიოდის ნაწარმოებების ფორმულებს, უნდა გავიხსენოთ ქართული ზღაპრები. სადაც მეფეები ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც არ მოსწონთ და მათი თავიდან მოშორება უნდა, სწორედ ასეთ დავალებებს აძლევენ. ეუბნებიან, წადი იქ, არ ვიცი სად, მომიტანე ის, არ ვიცი რა. ახლა დააკვირდით ერთ რამეს, შეიძლება თუ არა მაგალითად ავთანდილს გასჩენოდა ეჭვი გონებაში იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას უყვარს თინათინი, მაგრამ ის არ არის სამეფო გვარის, ხომ არ ცდილობს სამეფო კარი მის თავიდან მოშორებას. რადგან რეალურად ნამდვილ რეალობაში ესეთი ამბავი თუ მოხდებოდა, წარმოუდგენელია ადამიანს შუა საუკუნეებში დაავალო, რომ მარტო იგი წავიდეს ვინმეს საძებნელად და საერთოდ მარტო გაცილდეს ქალაქს, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ბევრ ჩვენ მსმენელს ამ კუთხიდან არ წაუკითხავს ვეფხისტყაოსანი, მაგრამ რეალურად ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ ეს შუა საუკუნეები არის, ხო, ესე იგი ეს ასე ვთქვათ, შუა საუკუნეებში მარტო ადამიანის მოგზაურობა ეს ძალიან რთული და ფაქტობრივად წარმოუდგენელი ამბავია, რადგან ეს სივრცე ძალიან სახიფათოა ერთი ადამიანისათვის მარტო, იმიტომ შუა საუკუნეების ყველა ნაწარმოებში თუ ისტორიაში თქვენ ნახავთ, რომ მეფეები გადაადგილდებიან ამალებით და დიდი შეიარაღებით, იმიტომ რომ სხვანაირად სახიფათოა რა თქმა უნდა. ხოლო ავთანდილი უნდა წავიდეს მარტო, ესე იგი ეს ფაქტობრივად სიკვდილზე წასვლას ნიშნავს, რეალურად თუ შევხედავთ ჩვენ ამ ამბავს, მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი არის ის, რომ ეს არის დავალება ავთანდილისათვის. უბრალოდ ჩემი მიზანია, რომ თქვენ დაგანახოთ, რომ რუსთაველის ხედვები და რუსთაველის სიუჟეტები არ იმეორებს, ასე ვთქვათ, აი ბანალურ, შაბლონურ, ევროპულ თუ აღმოსავლურ სარაინდო ამბებს, ხო? გარდა ამისა, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ადამიანურ ურთიერთობათაგან, მაგალითად გავიხსენოთ სიტყვაზე ვთქვათ ნესტან დარეჯანისა და ტარიელის ურთიერთობიდან, აი ის ბოლო მონაკვეთი სიტყვაზე ვთქვათ, სადაც ნესტან დარეჯანი ტარიელს უგზავნის წერილს ქაჯეთის ციხიდან,
სადაც ყველაფერს მოუყვება, ყველანაირად აღწერს ქაჯეთის ციხეს, როგორ უნდა, ასე ვთქვათ, დაესხან თავს, როგორ უნდა გამოიხსნან ნესტანდარჯანი, მაგრამ ამავდროულად ის რაღაცა თავის დაფასებაც არის აქ და ეუბნება ტარიელს, რომ აი აქ არ მოხვიდე თუ არა, თუ დაგინახავ, ესე იგი გული ცუდად გამიხდება, ხო? ესე იგი ეს ამაში ჩანს რუსთაველის დამოკიდებულებები, თუ როგორი ესთეტიკით აგებს იგი თავის ნაწარმოებს, როგორი ესთეტიკით უყურებს იგი საერთოდ ადამიანს და აი მე ვფიქრობ მართალი რომ გითხრათ, რომ ვეფხისტყაოსნის სიდიადეს და გამორჩეულობას და იმას, რომ ვეფხისტყაოსანმა ამდენ საუკუნეს გაუძლო, ხო თითქმის უკვე 9 საუკუნეს შესრულდება, რაც ასე ვთქვათ, ვეფხისტყაოსანი არსებობს და ამდენი ხნის განმავლობაშიც ეს ნაწარმოები სწორედ იმიტომ არ კარგავს აქტუალურობას, რომ მასში რაღაც ისეთია გადმოცემული და მოყოლილი, რაც მას აქცევს განსაკუთრებულად და რაც მას აქცევს ყველაზე დიდ ეპიკურ ნაწარმოებად მსოფლიო პოეზიის ისტორიაში. აი ასე ვეცადეთ მაგალითად დღეს ჩვენ რომ წარმოგვედგინა ის ესთეტიკური ხედვები სამყაროს მიმართ, რომელშიც ყალიბდება ჩვენი მთავარი ლიტერატურული ნაწარმოები, რა თქმა უნდა, ახლა ყველა დეტალის აღწერა ვეფხისტყაოსნის ესთეტიკის იმ ეპოქის ცნობიერების ასე ერთ საუბარში რასაკვირველია რთულია და ძალიან ბევრი რამე არსებობს კიდევ, რომელსაც გითხარით კიდევაც 15,000-მდე სამეცნიერო შრომაა, უზარმაზარი ძალა და ენერგიაა დახარჯული ვეფხისტყაოსნის კვლევისათვის, თუმცა აი მე უკვე უშუალოდ უფრო მეტ დეტალზე შემდგომ ვისაუბრებთ, მაგალითად როგორია ვეფხისტყაოსნის არაბეთი, როგორი ურთიერთობები არსებობს ვეფხისტყაოსნის არაბეთში და როგორი ურთიერთობები დაუშვათ ინდოეთში, ან როგორები არიან ჩვენი ნაწარმოების გმირები უფრო ახლოს გავიცნობთ ჩვენ შემდგომში მათ.